თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს. ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ. მერიაში შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დაზარალებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი მოთხოვნები მერიასთან გაეჟღერებინათ. თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა თავად დააკომპლექტეს სამუშაო ჯგუფიც, რომელიც უწყებაში მოლაპარაკებებზე შევიდოდა. მერიაში მიმდინარე პროცესის პარალელურად დაზარალებულთა ნაწილი შედეგებს შენობასთან ელოდებოდა. ბატონი ირაკლი ხმალაძე გამოვიდა და რასაც აზრი გამოვიტანეს დაწყებით შეხვედრაზე არის კმაყოფილება ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა, მან მითხრა რომ მე ყველანაირ გამოკითხვები ჩაგვიწერა, ვიმუშავებთ ამ თემაზე, ველოდებით კიდე ვიმუშავებთ მათთან ერთად, მივაწოდებ ინფორმაციებს, ვინ იყო, როგორ იყო, ყველა დოკუმენტი ჩავაბერი და ამიდან გამომდინარე მივიღებ დასკვნებს. ვის და როგორ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი.